მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქუთაისელი ექიმები, მე ვარ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი თამუნა გვილავა. ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისში ყელყურცხვირის კლინიკა გიჩში. შესაბამისად, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ექიმი, ბავშვთა კარდიოლოგი, რევმატოლოგი ქალბატონი რუსუდან სვანაძე. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა გახლავთ ბავშვთა კარდიოლოგიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში კარდიოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, როდის არის აუცილებელი ბავშვის მიყვანა ექიმთან, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს პატარების მიყვანა ექიმთან და ექიმ კარდიოლოგის კონსულტაცია. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექიმი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი ქალბატონი რუსუდან სვანაძე გვესაუბრება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რუსუდან ექიმო, რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. გამარჯობათ, მეც მოგესალმებით. მადლობა ჩემი მოწვევისათვის და მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და მე დღეს შევეცდები თქვენ შეკითხვებს შესაბამისად უპასუხო და ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც ბავშვთა კარდიორევმატოლოგიაში დღევანდელ პირობებში არსებობს. მაშინ დავიწყოთ პირველი შეკითხვით. ბავშვთა კარდიოლოგიური სამსახური საქართველოში რამდენად განვითარებულია, შეესაბამება თუ არა თანამედროვე მოთხოვნებს და არსებობს თუ არა და არის თუ არა აქტუალური პრობლემა საქართველოში ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებები? რა თქმა უნდა არსებობს საქართველოს ბავშვთა კარდიორევმატოლოგთა ასოციაცია, რომელიც 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ბაზაზე შეიქმნა და დღემდე მას ხელმძღვანელობს პროფესორი და აკადემიკოსი ბატონი გოგი გიორგი ჩახმნაშვილი. ყოველ შემთხვევაში ამ ასოციაციის ძირითად მიზანს ის წარმოადგენს, რომ ბავშვთა ასაკში ნაადრეულ ეტაპზე მოხდეს დიაგნოსტირება სხვადასხვა გულის პათოლოგიების, ეს იქნება გულის დაზიანება, როგორც რევმატიული, ასევე არარევმატიული, გულის ანთებითი და არანთებითი დაავადებების წინა პლანზე წამოწევა და გამოვლენა დროულად და ასევე რიგი ისეთი არითმიების, რომლებიც სხვადასხვა პათოლოგიების ფონზეც არის აღმოცენებული და ასევე მიტრალური სარკმლის პროლაფსის გამოვლენა ნაადრევ ასაკშიც და დიაგნოსტირება. რუსკო ექიმო, თქვენ ახლა ჩამოთვალეთ დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია გულთან და ყველაზე ხშირად გავრცელებული საქართველოში ბავშვებში კარდიოლოგიური პრობლემები რომელია? რაც უფრო მეტად ხდება და რაც უფრო მეტად მოდის და ელექტროკარდიოგრაფიაზედაც აისახება, ეს არის სინუსური არითმიები, ბრუსმთხვითი არითმიები, როგორც ტაკიკარდით, ასევე ბრადიკარდით მიმდინარე და ასევე ხდება ჰისტონიის მარჯვენა ფეხის ნაწილობრივი ბლოკადებიც. იშვიათი არის ექსტრასისტოლიებიც, მაგრამ ფიქსირდება ესეთი არითმიები, რომელიც შედარებით უფრო მეტად საყურადღებოა ბავშვთა ასაკში, იმიტომ რომ შესაძლოა ამან ისეთი რთული არითმიის ფონი წარმოქმნას ბავშვებში, რომ უეცარი სიკვდილის გულის გაჩერების მიზეზიც კი აღმოჩნდეს. ეხლა ჩვენ საკმაოდ რთული ზამთარი გქონდა, სხვადასხვა ინფექციები გადაიტანეს როგორც ბავშვებმა, ასევე მოზრდილებმა და აქედან გამომდინარე მინდა დაგისვათ შეკითხვა. აუცილებელია თუ არა მწვავე ვირუსების გადატანის შემდეგ ბავშვის მიყვანა კარდიოლოგთან და პარტარებთანაც წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას წელიწადში ერთხელ გაიკეთონ კარდიოგრამა? აი რა თქმა უნდა აუცილებელია, იმიტომ რომ თუ ბავშვი ხშირად მოავადია და ხშირად გადაიტანა მან ვირუსული ინფექციები, მით უმეტეს ეს იქნება ჩირქოვანი ანგინები, გარკვეულწილად ალერგიული თუნდაც რინიტები და სხვადასხვა ვირუსული ინფექციები, მით უმეტეს აუცილებელია კარდიოლოგის მიმართოს მშობელმა და ასევე გეგმიურად პედიატრმაც ასევე გაუშვას კარდიოლოგთან. იმიტომ რომ ერთი კარდიოგრამა წელიწადში თუნდაც ახალშობილობის პერიოდიდან მოყოლებული გული როგორ ვითარდება, ფუნქციურად როგორ მუშაობს, ზოგადად სასურველია. რაც ძირითადად დღევანდელ პირობებში ცოტა ნაკლებად ხდება. ანუ ჩვენს ტელემაყურებლებს უფრო დაბეჭდებით რომ აუხსნათ და უთხრათ, რომ წელიწადში ერთხელ აუცილებელია ყველა ბავშვს ჰქონდეს გაკეთებული კარდიოგრამა და რამდენადაც მე ვიცი, ეს არის უფასო ბავშვებში. დიახ, უფასო არის საყოველთაოდ დაზღვევით, დიახ. ძალიან დიდი მადლობა. რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბავშვთა კარდიოლოგიურ დაავადებებს? ძირითადად ბავშვები მოდიან და აღნიშნავენ უფრო მეტად ისეთ შევლებს, როგორიც არის გულის არეში ჩხლეტითი ხასიათის ტკივილები, ზოგჯერ უხაერობის შეგრძნება, ტკივილი გულის არეში. ზოგიერთი ბავშვი აღნიშნავს მაგალითად, რომ თითქოს გული გამიჩერდა, ასეთი მომენტებიც აქვთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს გულის გაჩერებას, უბრალოდ ეს არის პერიოდულად ბიძგის შენელების მომენტები, რაც ხშირად სხვადასხვა პათოლოგიების დროს შეიძლება გამოვლინდეს. ასევე
გულის პათოლოგიების რო შესაძლოა კონდეთ ქოშინიც და ქვედაკიდურების შეშუპება. ხონდ ეს უკვე შორს წასულ შემთხვევებში და არა თავიდან რამესე დასაწყის ეტაპზე. აი რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო იმისთვის რომ არ გამოგვეპაროს კარდიოლოგიური დაავადებების აღმოცენება ბავშვებში. საკმარისია მარტო ეს ვიზიტი ექიმთან და მე ექიმის საზღვრავს ხო ალბათ? დიახ, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს უშუალოდ ბავშვთა კარდიოლოგს უნდა მიმართოს მშობელმა. ის თუ მონაცემებით ანამნეზის შეკრების საფუძველზე, ასევე ბავშვის ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე და გულის ტონების მოსმენის შემდგომ ის გადაწყვიტავს საჭიროა თუ ელექტროკარდიოგრამის თუ დოპლერო ეკოკარდიოგრაფის გაკეთება. რის საფუძველზე შემდგომში უკვე გამოვლინდება რა პათოლოგიასთან აქვს საუბარი, არის უბრალოდ ემოციის ფონზე გამოწვეული გულის არეში ჩივილები თუ რაიმე პათოლოგია იმის უკან იმალება. და აქვე შეგეკითხებით მე როგორც ყველაზე ემოციური ადამიანი მსოფლიოში, რამდენად საშიშია ამ ემოციური ფონით გამოწვეული? კი, ხშირად არის ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს გარდატეხის პერიოდში ვეგეტონევროზები, რაც ხშირად იწვევს სინუსურ ტაქიკარდიებს. და მშობლებიც მოგვართავენ ხოლმე იმითინ, რომ აი გულისცემა გაუხშირდა და პანიკას მოიცავს მშობელი, მაგრამ ისიც ამ დროს ორგანული დაავადება გულს არ გააჩნია. გულს არ აქვს, არანაირი პათოლოგია არ არის, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს ჩვენთან შედარებით გულისცემა ისედაც მაღალი აქვს. არსებობენ ბავშვები, რომლებიც არიან აქტიურად დაკავებული სპორტით. ანუ ამ ბავშვებზე უფრო მეტი ეს ბავშვები ფიზიკურად უფრო მეტად იტვირთვებიან და ორგანიზმზე მოქმედებს თუ არა, გულზე მოქმედებს თუ არა ეს ფიზიკური დატვირთვა? რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ყველა ახალგაზრდასთვის და ბავშვების ჯანმრთელი ფორმირებისთვის, მაგრამ პარალელურად ასაკთან შესაბამისად, აი ზედმეტი დატვირთვა გულისთვის გარკვეულწილად დამაზიანებელია, იმიტომ რომ გულის კუნთი ნელ-ნელა დუნდება, გარკვეულწილად, იმიტომ რომ მოცულობით ის შეიძლება იყოს ნორმალურად, მაგრამ ფუნქციურად ის ფუნქციას ვეღარ ასრულებს დროთა განმავლობაში. განსაკუთრებით 14-16 წლის ასაკში ბიჭები მოდიან და თუნდაც გოგონები, უფრო მეტად ბიჭები, სპორტსმენები, რომლებსაც აქვთ გულის არეში ჩივილები, უფრო ბრადი არითმიებიც, რაც გამოწვეული ამ სპორტული გულის შედეგად ვითარდება. და თუ დაუშვათ არ მიაქცევს ზოგადად არც მშობელი და მით უმეტეს ტრენერიც არ ჩაგლის საჭიროდ რომ არ გაუშვებს კარდიოგრამის გადასაღებად და კარდიოლოგთან ვიზიტი არ იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება დროთა განმავლობაში კარდიოპათია ჩამოყალიბდეს და სერიოზული პრობლემის წინაშე წლების შემდგომ ეს ბავშვი აღმოჩნდეს. ანუ ძვირფასო მშობლებო, ვისი შვილებიც არიან დაკავებული სპორტით, ბავშვობის ასაკიდანვე უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენ შვილებს, მაპატიეთ ეს შეგონება არ გეგონოთ, ეს არის უბრალოდ ექიმების თხოვნა და პატარები, რომლებიც არიან აქტიურად ჩართული სპორტში, წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ექიმ კარდიოლოგთან. რუსიკო ექიმო, არის თუ არა სხვადასხვა დაავადებები გულის დაავადების გამომწვევი? დიახ, რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, ძირითადად ხშირი ჩირქოვანი ანგინებმა შეიძლება გული დაგვიზიანოს სერიოზულად, გამოიწვევს რევმატული პროცესის პროვოცირებაც და კარდიტების ჩამოყალიბებაც და კარდიოპათიების განვითარებაც. და ამასთანავე, გარდა მარტო აი ჩირქოვანი ანგინებისა, არამედ საყურადღებას ცხური წუნთქვის გაწნილება, ადენოიდებიც, პოლიპებიც, რასაც პირღია ძილი ღამის პერიოდში ბავშვთა ასაკში, ასევე მნიშვნელოვანია, რაც ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა ბავშვთა ასაკში ფარისებრი ჭირკვის პრობლემების შედეგად გულის დაზიანებას, ასევე შაქრიანი დიაბეტიც. რაც ხშირად იწვევს მეორადად უბრალოდ გულის კუნთის მოდუნებასა და დაზიანებას და სხვადასხვა რითმის დარღვევების პროვოცირებას. ჩვენ გვიყურებენ ახლა მშობლები. ყველას აინტერესებს, რა სიმპტომი არ უნდა გამოეპაროს დედას, მშობელს, ბებიას ბავშვობის ასაკიდანვე? აი, უფრო მეტად საყურადღებოა ბავშვთა ასაკში, აი თუ ბავშვი ადვილად იღლება, საერთო სიზუსტეს ამბობს, გარკვეულწილად აქვს უჰაერობის შეგრძნება, პერიოდულად ითხოვს, რომ აი ფანჯარა გააღუნდა, ცუდად გრძნობს თავს გარკვეულწილად. ასევე თუ ის აღნიშნავს, რომ გული აუჩქარდა და აუბრიალდა სრულიად მოსვენებულ მდგომარეობაში და არა ფიზიკური დატვირთვის, ან ტირილისა და მაგალითად ტემპერატურის შემთხვევაში, რაც ხშირად შეიძლება იყოს გულისცემის გახშირება აი ამ პათოლოგიების გარეშე, ამ იმის გარეშე. რომ გონი ტუჩები სილჯე, ხო? ასევე კი. და ანუ უნდა შევხედოთ თუ ბავშვი ფერკუნთაღლია და ხშირად ფერს კარგავს, პერორალური ციანოზი აქვს, გარკვეულწილად ესეც საყურადღებოა. ძალიან დიდი მადლობა და რა არის ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადებების პრევენცია?
ძირითადად პრევენცია გულისხმობს ბავშვთა ასაკში იმას, რომ ან უნდა მოხდეს ქრონიკული კერების თავდროულად აღმოფხვრა და აღმოჩენა და ქრონიკული ინფექციური დაავადებების სწორი მართვა. და პარალელურად ასევე ბავშვთა პრევენცია ასევე მოითხოვს იმას, რომ ამ ბოლო პერიოდში წამოვიდა არასწორი ბარაბალანსირებული კვების შემდგომ დარღვევებიც, ასევე არასწორი დღე-ღამის რითმის შემდგომი დარღვევებიც, რაც ბავშვებში იწვევს ვეგეტონეროზებს, ვეგეტოდისტონიების პროვოცირებას და პარალელურად ასეთი ბავშვები ხშირად ამბობენ საერთო სისუსტეს და უფრო სინუსური ბრადიკარდიას და ჰიპოტენზიას. ანუ გარკვეულწილად უნდა მიექცეს სწორ კვებასაც და დღე-ღამის სწორ რეჟიმს. თქვენ ხართ საოცარი ექიმი, რომელსაც დღის მანძილზე და თვეების მანძილზე აქვს უამრავ პაციენტთან შეხება. თქვენ აძლევთ ხოლმე რჩევებს მშობლებს, თუ შეიძლება იგივე რო გავაკეთოთ ახლა ჩვენი მაყურებლებისთვის და რას ურჩევთ თქვენ მშობლებს? როგორც კარდიოლოგ, რევმატოლოგი. გარკვეულწილად ნამდვილად მშობლებთან მინდოდა მეთქვა, რომ გარკვეულწილად მიაქციონ ყურადღება თავიანთ ბავშვებთან და უფრო ახლოს იყვნენ. ის რომ გარკვეულწილად ბავშვს თუ რამე ტკივა დააწუხებს, ზოგჯერ ფიქრობს მშობელი, რომ ეს მისი წარმოსახვა, მაგრამ ზოგჯერ ეს ასეც არ ხდება. ამიტომ საკუთარ შვილებს უფრო მეტი დრო დაუთმონ, გარკვეულწილად უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ და ასევე თუნდაც წელიწადში ერთხელ, ანუ წელიწადში ერთხელ არაგეგმიური კარდიოლოგის ვიზიტი გავაკეთოთ. მით უმეტეს იმ ბავშვებს, რომლებსაც ხშირად გვიცივდება, ხშირი ბრონქიტები აქვთ და ხშირი ჩირქოვანი ანგინები აქვთ. ზოგადად მით უმეტეს ამ ბავშვებისთვის. რუსლან ექიმო, სამწუხაროდ არსებობენ ისეთი პატარები საქართველოში და საერთოდ ზოგადად მსოფლიოში, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ გულთან დაკავშირებული. ასეთი ბავშვებისთვის არსებობს თუ არა გულსიხსართა სისტემისა და რევმატიულ დაავადებებთან ბრძოლის რაიმე კომპლექსური პროგრამა? კომპლექსური პროგრამა ზოგადად არ არის დღესდღეობით, მაგრამ გარკვეულწილად არის ისეთი ცენტრი, რომელიც გარკვეულწილად ამ ბავშვებს იკვლევს და აქ ხდება მათი გამოკვლევა ზოგადად და პარალელურად როგორც კონსერვატული მკურნალობა, ასევე თუ საჭიროა ქირურგიული ჩარევაც. ძალიან დიდი მადლობა რუსლან ექიმო, მადლობა რომ მოძებნეთ დრო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის ამ ბლოკის სტუმარი გახლავთ ცნობილი და ძალიან მომხიბლელი და კეთილშობილი ექიმი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი ქალბატონი რუსუდან სვანაძე, რომელიც ძალიან უყვართ თავიანთ პატარა პაციენტებს.